სქელი, მუქი ფერის სათვალე და ჩვეული, ეგრეთ წოდებული ბობვარცხნილობა, უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია მოდის სამყაროს სიმბოლოდ იქცა. ანა ვინტური, ქალი, რომელმაც ვოგი მხოლოდ გამოცემად კი არა ძალაუფლების სიმბოლოდ აქცია. ჟურნალმა ვოგმა კი ანას სახელს სამუდამოდ დაუკავშირა მოდა და ძალაუფლება. ანა ვინტურის კარიერა ლონდონის ქუჩებიდან ნიუ-იორკის ცათამბჯენებამდე რამდენიმე საინტერესო ეტაპს აერთიანებს. იყო ბევრი კრიტიკა, წარმატება, წარუმატებლობა, თუმცა ერთი რამ ცხადია, ანა ვინტურმა მოდის ენას ახალი ტონი და მკაცრი შტრიხი შესინა. ანას საქმენი ცხოვრება ლონდონის მოდის ჟურნალში Harper's Queenში დაიწყო, სადაც მისი სტილი და მკვეთრი ხედვა სწრაფად იქცა განხილვის საგნად. თუმცა ანასთვის ლონდონი საკმარისი არ აღმოჩნდა და მალევე ნიუ-იორკში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, სადაც მან Harper ბაზარში უმცროსი ასისტენტის პოზიცია დაიკავა. თუმცა იქაურმა შემოქმედებითმა ხედვამ და რისკებისადმი მიდგომამ ჯერ ცოტა სკეპტიციზმი გამოიწვია. ერთ-ერთ ფოტოსესიაში შავკანიანი მოდელების თამამი ჩაცმულობის გამო ანა ვინტური მალევე გაათავისუფლეს. დაბრკოლება ანას ვერ აჩერებს, ის მალე იწყებს მუშაობას ისეთ ჟურნალებთან, როგორიც არის Viva, Savvy, New York Magazine. ეს არის პერიოდი, როდესაც მედია თუ მოდის ბიზნესში მას იცნობენ როგორც ქალს, რომელსაც განსაკუთრებული გემოვნება, შეუდრეკელი პრინციპები და მომავლის დანახვის უნარი აქვს. 1983 წელს კი მთავარი შანსი გამოჩნდა. ანას ვოგის მფლობელმა კომპანიამ, Condé Nastმა, ბრიტანული ვოგის რედაქტორის პოზიცია ჩააბარა. ეს იყო გადამწყვეტი მომენტი არა მხოლოდ ანა ვინტურის კარიერისთვის, არამედ მთლიანად რედაქციისთვის, რადგან მან მისვლისთანავე წესების სრულად შეცვალა. ძველი სტილი თავდაყირა და აყენა. სურათები უფრო ცოცხალი, მოდელები მრავალფეროვანი, ხოლო თაობის ხმა უფრო თანამედროვე გახდა. ბრიტანულ ვოგში მიღწეული წარმატების შემდეგ ანა ვინტური ამერიკული ვოგის რედაქტორი ხდება. მაშინ ამერიკული ვოგი მხოლოდ ელიტარულ წრეებს ერგებოდა. ანას შემდგომ კი ყველაფერი იცვლება. ვინტურის ხელმძღვანელობით შექმნილი პირველი ხმაურიანი გარეკანი, სადაც მოდელს ჯინსი ეცვა, ყველასთვის ნათელ გზავნილს ატარებდა. მოდის ეპოქა იცვლებოდა. ვოგი კი მოდის წესების მდგენელად და მთავარ ლიდერად ყალიბდებოდა. ვოგის გავლენა უდიდესია. ხალხი ჩვენ როგორც მოდის ლიდერებს ისე აღგვექვამს. 1988 წლიდან დღემდე ანა ვინტურის ხელმძღვანელობით უკვე გამოქვეყნებულია ამერიკული ვოგის 400-ზე მეტი ნომერი და მათ უმეტესობაზე ყდის კონცეფცია პირადად ანას დამტკიცებულია. ხშირად საბოლოო ვიზუალი მის გადაწყვეტილებაზე იყო დაფუძნებული. ცალსახაა ის, რომ ვოგის გარეკანი განსაკუთრებით კი ამერიკული ვოგის ყდა მოდელების ცხოვრებას ცვლიდა. შესაძლებელია ვოგის ყდაზე გამოჩენა მოდელის კარიერა შეცვალოს? რა თქმა უნდა, ჩვენ ადამიანებს ვაიძულებთ მოდელებს ისე შეხედონ, როგორც აქამდე არ შეუხედავთ. 2000-იან წლებში ანა ვინტური უკვე აღარ იყო უბრალოდ რედაქტორი, არც ვოგი იყო მხოლოდ მოდა. ის იყო გემოვნების, გავლენის და ძალაუფლების სახელმძღვანელო. სწორედ ამ ფონზე 2003 წელს გამოიცა წიგნი The Devil Wears Prada, რომლის ავტორი ლორენ ვაისბერგერი, ანა ვინტურის ყოფილი ასისტენტი გახლდათ. წიგნის მთავარი პერსონაჟი მირანდა პრისლი დაუნდობელი, მომთხოვნი და ძალაუფლების მოყვარული რედაქტორია, რომელიც მაღალი მოდის ჟურნალს ხელმძღვანელობს. მიუხედავად იმისა, რომ ვაისბერგერი წიგნში ანა ვინტურს არ ახსენებდა, ყოველთვის ნათელი იყო ვისი შთაგონებითაც შეიქმნა ეს პერსონაჟი. 2006 წელს, როცა წიგნის ადაპტაციით გადაღებული ფილმი კინოთეატრებში გამოვიდა, მერილ სტრიპმა კი მირანდა პრისლის პერსონაჟი უბადლოდ შეასრულა. ყველამ კიდევ უფრო მკაფიოდ დაინახა ანას სახე მირანდაში. მერილის მიერ განსახიერებულმა პერსონაჟმა განუსაზღვრელი გავლენა მოახდინა ფართო საზოგადოებაზე. What was the most challenging woman you ever played? Oh, I should say. No, we're not going there, Meryl. ანა ვინტური როგორც ყოველთვის საჯაროდ არაფასებდა ფილმს, თუმცა იმ საღამოს, როდესაც ფილმის პრემიერაზე მივიდა, პრადა ზუსტად ისეთი კოსტიუმი მოირგო, როგორიც მირანდას ფილმში ეცვა. ბერმა ამას წყნარი ირონია და ჩუმი პასუხი უწოდა. მირანდა პრისლი კარიკატურაა, ანა ვინტური კი რეალური ძალა. ასე აფასებდნენ ფილმის პრემიერაზე ანა ვინტურის გამოჩენას და დუმილს. რას ფიქრობ ფილმზე? ამოიცანი მირანდაში შენი ხასიათის რომელიმე ნაწილი? ფიქრობ, ფილმის სახალისო და საინტერესოა. ყველაფერი, რაც მოდას ასე საინტერესოდ წარმოაჩენს, ძალიან კარგია. მე გადაწყვეტილებების მიღება შემიძლია. ვფიქრობ, ის რომ გადაწყვეტილების მიღება შეგიძლია, ძალიან ეხმარება იმ ადამიანებს, ვისთანაც მუშაობ. ამიტომ თუ მერილი ფილმში განასახიერებს ძლიერ ლიდერს, მე ამას პატივს ვცემ. ერთი რამ, რაც ფილმმა სათანადოდ ვერ წარმოაჩინა, ანას როგორც ლიდერის სახეა, რადგან როგორც ვოგის თანამშრომლები ამბობდნენ, მირანდა პრისლის ცივ, უხეშ დამოკიდებულებას თანამშრომლების მიმართ არანაირი კავშირი არ ჰქონდა ანა ვინტურთან, რომელსაც გამორჩეულ ლიდერად მიიჩნევდნენ. როგორია ვოგში მუშაობა? როგორ გამოიყურება სამუშაო გარემო?
ეშმაკსაცვე პრადა რეალურად დოკუმენტური ფილმია. ანას ოფისი იდენტურია, ასევე იდენტურია სხვა ოთახები, თანამშრომლების ჩაცმულობა, შეხვედრები, ყველაფერი. ერთადერთი რაც განსხვავდება რეალობისგან მირანდა პრისლის ხასიათია. ის უყურადღებოა თანამშრომლებს ერთმანეთს აპირისპირებს. ანა კი კეთილი, მზრუნველი და ყურადღებიანია. შესაბამისად, ის ქმნის გარემოს, სადაც ვოგის თანამშრომლები ერთმანეთის მთავარი მხარდამჭერები არიან. ყველაზე დიდი გაკვეთილი მისგან როგორც ლიდერისგან, რაც ვისწავლე, იყო ის, რომ მან ზუსტად იცის ვოგი რა არის. შესაბამისად, ჩვენს თანამშრომლებმა ზუსტად ვიცოდით რა იყო ვოგი, რა მიზანი ჰქონდა მას. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან მარტივი იყო შეგვესრულებინა ჩვენი საქმე. მოკლედ, ის დიდებული ლიდერია. 37 წლის შემდეგ ანა ვინტური ვოგის რედაქტორის თანამდებობას ტოვებს და კულისებში ინაცვლებს. თუმცა ის კონდე ნასტის გლობალურ ოფისში რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ ანა აღარ იქნება ერთი ჟურნალის მმართველი. ის იქნება მთლიანი მოდის იმპერიის სტრატეგიული გონება და მთავარი ძალა. 75 წლის ასაკში ანა ვინტური უმდიდრესი ქალების სიაში ნამდვილად არ გვხვდება, თუმცა მან წარმატებული კარიერის შექმნა ნამდვილად მოახერხა, რაც რიცხვებშიც აისახა. მაგალითად 2005 წელს, როდესაც მოდის ბიზნესი არც თუ ისე მაღალი ანაზღაურებებით გამოირჩეოდა, ანა ვინტურს მხოლოდ ამ პოზიციით წლიურად დაახლოებით 2 მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა. დღეს ანას ქონება დაახლოებით 50 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არის სიმდიდრე, რომელიც მან მედიისა და მოდის სამყაროში აწლევლების განმავლობაში დააგროვა. ვოგის მთავარ რედაქტორად ყოფნის პერიოდში, რომელიც 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდა, მისი წლიური ანაზღაურება დაახლოებით 4 მილიონი დოლარი იყო, რასაც თან ახლდა 200,000 დოლარის ღირებულების სამოსის ბონუსი, პირადი მძღოლი და სხვა პრემიუმ სარგებელი. ახალ პოზიციაზე მისი ანაზღაურება საჯაროდ ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, რომ კვლავ რამდენიმე მილიონის ფარგლებში იქნება. ანა ვინტურის ქონება მხოლოდ ხელფასით არ განისაზღვრება. მასში უძრავი ქონება, ინვესტიციები და მისი შეუდარებელი გავლენა მოიაზრება, რომელიც ვინტურმა 37 წლის განმავლობაში მოდისა და მედიის ინდუსტრიებში დააგროვა.